1927 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია, რომელმაც ქართულ მწერლობაზე თქვა, საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას. ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები, ცისფერყანწელები, აკადემიური ჯგუფი, ლეფელები, არიფიონელები და სხვა. ცისფერყანწელთა ჯგუფში შედიოდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე და სხვები. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას ცისფერყანწელები გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში ქეიფსა და დროებებში უფრო ხშირად განხორციელდებოდა. ქართულ ლიტერატურაში ცისფერყანწელთა შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულ დეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და ცისფერყანწელების წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა. ქართველი ინტელიგენციის წინააღმდეგ წარმოებულ სასტიკ რეპრესიებს ცისფერყანწელებიც შეეწირნენ. ეს ამბავიც ავადსახსენებელ 1927 წელს მოხდა. გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საბჭოთა საზოგადოების ყველა ფენა და ჯგუფი მოიცვა. რეპრესიები არ იყო ქაოტური და შემთხვევითი. ის ერთი ცენტრიდან, კრემლიდან, კონკრეტულად კი სტალინის კაბინეტიდან იმართებოდა. 1934 წლის 1 დეკემბერს, სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ, რეპრესიები სტალინის პოლიტიკური ოპოზიციისთვის საქმეების შეკერვით დაიწყო და 3 წლის შემდეგ თითქმის ყველა დახვრიტეს. დაუნდობელი ტერორის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით პარალელურად ვითარდებოდა. მსხვერპლთა წინააღმდეგ გამოქმედებული იყო პროპაგანდისტულ იდეოლოგიური მანქანა. საქმეში იდებოდა ცრუ ჩვენებები და ყალბი მონაცემები. ეს რეპრესიები საბჭოეთში მილიონობით ადამიანს შეეხო. მათ ჰქონდა როგორც საერთო, ასევე კონკრეტულ სპეციფიკური მიზეზები. რეპრესირებული ქართველი მწერლების ტრაგიკული ბედის შესწავლის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე მიზეზი გამოვყოთ. ეს იყო საქართველოში მიმდინარე შიდა პარტიულ ინტრიგებში მწერლების პირდაპირ ან ირიბი ჩართულობა. გრიგოლ რობაქიძის საზღვარგარეთ დარჩენის ფაქტორი. 1936 წლის ზაფხულში საქართველოში ცნობილი ფრანგი მწერლის ანდრე ჟიდის სტუმრობა. მან 1936 წლის ზაფხულში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, სტუმრობდა საქართველოსაც. მას მასპინძლობდნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვები. საფრანგეთში დაბრუნებულმა ანდრე ჟიდმა 1936 წლის ბოლოს გამოსცა კრიტიკული წიგნი ამ მოგზაურობის შესახებ, რაც მის სტუმრობასთან დაკავშირებულ ყველა მწერალს, როგორც მოსკოვში, ასევე საქართველოში საბედისწეროდ ექცა. მნიშვნელოვანი იყო პიროვნული ფაქტორი, ლავრენტი ბერიას პირადი დამოკიდებულება მწერლებთან. გასათვალისწინებელი იყო ვლადიმერ ჯიქიას ფაქტორიც. ცნობილი ბოლშევიკი და შემდეგ საქართველოში მიმდინარე დიდი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯიქია პირდაპირ მოსკოვზე გადიოდა და ბერიას ანგარიშს არ უწევდა. ამ ორი პიროვნების ფარულ დაპირისპირებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავის როლს თამაშობდა მწერლებს შორის არსებული პიროვნული დაპირისპირება, რასაც შედეგად საბჭოთა პოლიტიკურ პარტიაში დაბეზღება მოჰყვებოდა. და ბოლოს 20-30-იან წლებში პატრიოტი ქართველი მწერლების მონაწილეობა ფარულ ანტისაბჭოთა ჯგუფებში და კავშირი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. ეს საკითხი ფაქტობრივად შეუსწავლელია და მხოლოდ საბჭოთა არქივებზე დაყრდნობით რეალურ სურათს არ მოგცემს. საჭიროა ქართული ემიგრაციისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების იმ პერიოდის საარქივო დოკუმენტების შესწავლა. დიდი ტერორის წლებში ასეულობით რეპრესირებული ქართველი მწერლიდან თუნდაც რამდენიმე ტრაგიკული ისტორიის გაცნობაც კარგად გვიჩვენებს თუ როგორ მოქმედებდა სტალინური რეპრესიების მექანიზმი.
ტიციან ტაბიძის და პაოლო იაშვილის ისტორია ამ ხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ორივე პოეტი ცისფერყანწელთა ორდენის დამაარსებელი და არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოეთში ცნობილი იყო. საქართველოში ბოლშევიკების ოკუპაციის დასაწყისში ზოგიერთი ქართველი მწერალი იმედის თვალით შეხურებდა ახალ დროებას და რაღაც დოზით გულშემატკივრობდა კიდეც საბჭოთა ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობა უნდა მოეტანა. თუმცა ისინი მალევე სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ და კრიტიკულმა განწყობებმა იმატა. 1924 წლის აჯანყების ჩახშობით ბოლშევიკებმა საქართველოში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. თანდათან დაიწყო რღვევა ცისფერყანწელთა ორდენმაც, რომელმაც თავის დროზე ვულკანური ძალით შემოანგრია ქართული კულტურის სივრცეები. ნაკლებად მოიძებნება ჩვენს უახლეს ისტორიაში ისეთი პოპულარობის მქონე კულტურული და სახელოვნებო ჯგუფი, როგორიც ცისფერყანწელთა ორდენი იყო. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნება დაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისკენ. ამ გზნებარე მანიფესტით იწყება ცისფერყანწელთა ორდენის გზა ქართული კულტურის და არამხოლოდ ლიტერატურის ისტორიაში. იწყება ქუთაისიდან, საიდანაც საერთოდ დაძრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველი დიდი და საბედისწერო სიახლე. ცისფერყანწელთა ორდენი იყო გარდამტეხი სტიქია ქართული პოეტური აზროვნების, ენის, ესთეტიკის ევროპეიზაციის გზაზე. ეს 13 შეფიცული რაინდი არტისტულ ბოჰემური ვნებით და პოეტური ენერგიით მოედო მთელს საქართველოს. მათ მოიყოლეს ახალი საუკუნის ხმა და გულისცემა. მათი პერფორმანსები, შემოქმედებითი საღამოები შოკის მომგვრელად ზემოქმედებდა იმდროინდელ საზოგადოებაზე. ხშირად კრიტიკული განწყობის მიუხედავად, მაინც ყველა გრძნობდა, რომ ამ ახალგაზრდა ხელოვანების სახით ახალი აზროვნების დრო მოვიდა. ცისფერყანწელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ტიციანის და პაოლოს ძმობასა და მეგობრობაზე დღემდე ლეგენდები არსებობს. მათ ერთად დაამთავრეს ქუთაისის გიმნაზია, ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, მეგობრობდნენ ოჯახებით. სწორედ ამ რაინდულ, ვეფხისტყაოსნურ მეგობრობაში ბზარის შეტანა სცადა ბოლშევიკურმა სისტემამ. ამბობენ სიცოცხლის უკანასკნელ წელს პაოლოც და ტიციანიც მარტოსულ კაცებად იქცნენ. გერონტი ქიქოძე პაოლო იაშვილზე იხსენებს. 1927 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას. ხოლო 1927 წლის 22 ივლისის საღამოს, იმ დროს, როცა მწერალთა სასახლის დარბაზში სხდომა მიმდინარეობდა, პაოლო მეორე სართულზე ავიდა და ჟაკანის ტყვია დაიხალა თავში. ეს მისი საჯარო პროტესტი იყო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ. უკანასკნელი წერილი უსაყვარლეს ქალიშვილს მედეას დაუტოვა. მაპატიე, გევედრები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. გაიზრდები, დაუკვირდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა. პაოლოს თვითმკვლელობის შემდეგ ლავრენტი ბერიამ ტიციან ტაბიძე დაიბარა და უბრძანა, რომ წერილობით დაედასტურებინა პაოლოს აგენტობა, ჯაშუშური საქმიანობა საფრანგეთის სასარგებლოდ. ტიციანმა ამაზე მტკიცე უარი უთხრა. ბერიამ მოსაფიქრებლად რამდენიმე თვე მისცა. როგორც ტიციან ტაბიძის ოჯახის წევრები იხსენებენ, ეს იყო ჯოჯოხეთური მოლოდინით სავსე თვეები. ტიციანიც შინ ჩაიკეტა და ყოველ ღამე ელოდა ჩეკისტებს. ბოლოს ეს ღამეც დადგა. 1927 წლის 10 ოქტომბერს ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს. იმ ღამით პოეტის სახლიდან მისი ნივთებიც წაიღეს. მათ შორის ფიროსმანის ნახატი, შოთა რუსთაველი. იმ საბედისწერო ღამეს საძინებელში საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, როდესაც ორგანოს თანამშრომლებმა ტიციანი სახლიდან წაიყვანეს. გაჩერდა თავისით და მას მერე აღარ ამუშავებულა. ტიციან ტაბიძის შვილიშვილი ნინო ანდრიაძე იგონებს.
იმდენად ცუდად იყო, რომ ბებიამ ერთხელ ქუჩაში ნაცნობს უთხრა, მე შინია ტიციანმა თავი არ მოიკლასო. იმავე ღამეს მოვიდნენ წასაყვანად. როგორც ჩანს, იმ ადამიანმა დაასმინა. ტიციანსაც რომ თავი მოეკლა, სკანდალი იქნებოდა. საშინლად აწამეს, სანამ დახვრეტოდნენ. აკანკალებული ხელით უწერია, ჯაშუში ვიყავიო. კიდევ ვინ იყო შენთან ერთად ჯაშუშიო? კითხეს და ტიციანმა გიორგი სააკაძე დაასახელა ნოსტედან. მართლა წავიდნენ გიორგი სააკაძის მოსაძებნად. მტანჯველი თვეები ტიციანმა შინსახკომის ჯურღმულებში გაატარა. ის 1927 წლის 16 დეკემბერს დახვრიტეს. ოჯახს კი შეატყობინეს, უნდა გადავასახლოთ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო. მისმა მეუღლემ ნინო მაყაშვილმა დიდი ხნის მანძილზე არაფერი იცოდა ტიციანის მეწამეობრივი აღსასრულის შესახებ და მთელი 28 წელი ელოდა მას. 1921 წლიდან მოყოლებული საქართველოში 140 მწერალს შეეხო რეპრესიები. ტიციან ტაბიძის და პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია 1954 წელს მოხდა. რამდენიმე წლის წინ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით პაოლო იაშვილს, როგორც საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ წამებულს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესი აუგო. ტიციან ტაბიძის საფლავი არ ვიცით, თუმცა 2011 წელს მთაწმინდის პანთეონში გააკეთეს 1927 წელს რეპრესირებული მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, სადაც ტიციანიც არის მოხსენიებული. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ცისფერ ყანწელების შესახებ. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.